ალკოჰოლს კაცობრიობა უძველესი დროიდან მოიხმარს, არა მხოლოდ ღვინის, არყისა და სპირტის, არამედ ბუნებრივი მცენარეული მათრობელაწვენების სახით. ლეგენდის თანახმად პირველი ალკოჰოლური სასმელი ბერმა ვალენტიუსმა დაამზადა და დალია. ალკოჰოლს მან ახალგაზრდობის ელექსირი უწოდა. თუმცა დღეს ის რეალურ პრობლემად იქცა და ნარკოტიკულ საშუალებათა რიცხვს მიეკუთვნება. ალკოჰოლი დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი გავრცელებული ნარკოტიკია, რომელიც მომენტალურად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე. ბევრი თვლის, რომ ის ამხიარულებს ადამიანს. სინამდვილეში ის დეპრესანტია. ჩვენ ჩავატარეთ გამოკითხვა, რომელშიც ძირითადად ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. გამოკითხვის მიზანი იყო გაგვერკვია, რამდენად ხშირად მიირთმევენ ადამიანები ალკოჰოლს. გამოკითხულთა უმეტესობამ თქვა, რომ სპირტიან სასმელს მხოლოდ დაბადების დღეებსა და დღესასწაულებზე მიირთმევენ. ალკოჰოლზე დამოკიდებულების მიზეზი ბევრი ფაქტორი შეიძლება გახდეს. მისი მიღებისთანავე ადამიანს უყალიბდება ინდივიდუალური დამოკიდებულება სხვადასხვა სასმელების მიმართ. ტერმინი დამოკიდებულება მე-20 საუკუნეში გაჩნდა. როცა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ამ ტერმინით აღნიშნა ის მდგომარეობები, რომლებიც მოყვება ნარკოტიკულ საშუალებას მოხმარებას, ალკოჰოლის მოხმარებას და ასე შემდეგ. რამოდენიმე კომპონენტი შეიცავს ეს დამოკიდებულება, ეს ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებაზეა ლაპარაკი, ფიზიკურ დამოკიდებულებაზეა ლაპარაკი. ანუ ჩვენ ლაპარაკობთ იმაზე, რომ ადამიანი კომფორტულად გრძნობს თავს მხოლოდ რაღაცის ზემოქმედების ქვეშ. პირველ რიგში ყალიბდება ფსიქოლოგიური დამოკიდებულება ალკოჰოლის მიმართ. ანუ რაში გამოიხატება, რომ ადამიანს გარკვეულწილად ალკოჰოლის მოხმარებისადმი უყალიბდება ისეთი შეგრძნება, რომ ამ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ის კომფორტულად გრძნობს თავს. ის მისი კომუნიკაციის უნარი იზრდება, მისი გუნება-განწყობა იზრდება. როცა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ არ არის, გარკვეულწილად გულჩათრობილია, გაუხსნელია, კომუნიკაცია უჭირის, ურთიერთობა უჭირს. ანუ გარკვეულწილად ყალიბდება, თქვათ, ეს ფსიქოლოგიური მიდრეკილება მისთვის. ასე ვთქვათ, მისთვის ალკოჰოლის მოხმარება გარკვეულწილად სიხარულთან, სიამოვნებასთან და რაღაცა კარგთან არის დაკავშირებული, რომელსაც სიფხიზლეში ვერ პოულობს. ურთულესი რამეა ალკოჰოლის მკურნალობა. რატო ურთულესი მომენტი, რომ ჩვენ გვაქვს არა მარტო დამოკიდებულებასთან გვაქვს საქმე, არამედ საქმე გვაქვს იუნძიმეს გართულებებთან, რომელსაც იწვევს ალკოჰოლი. იწვევს ალკოჰოლი გართულებას ყველა სისტემა არ არის ორგანიზმში, რომელსაც არ აზიანებს. ეს არის ცენტრალური ნერვული სისტემა, ფსიქიკა თავისთავად, მენტალური სფერო თავისთავად. საკმაოდ რთული არის ეს პრობლემა, იმიტომ რომ ლეგალურ ნარკოტიკთან გვაქვს საქმე. ქვეყანაში სერიოზული პრობლემაა უკვე არანაკლებ მძიმე სხვადასხვა თუ მეტი არა ვიდრე ნარკომანიის პრობლემა. აი თქვენ სტატისტიკა ნახოთ, ის ოჯახური ძალადობების, კვლელობების, აი სოციალური რაღაცა მძიმე შედეგების მომტანი დაახლოებით თუ გადახედოთ 40-50% ჩადენილია ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ. რიცხვის სიკვდილიანობის, რაც დაკავშირებული ალკოჰოლის მოხმარებასთან სხვადასხვა, გაცილებით მაღალია ვიდრე ნარკოტიკებთან მიმართებაში. გაცილებით. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ჭარბი ალკოჰოლის მოხმარება რისკის შემცველია. დიდი საშიშროების შემცველია და ყოველთვის ბავშვს უნდა ვასწავლოთ ის, რომ ზომიერება შეინარჩუნოს ყოველთვის. რელაქსაცია და გართობა ადამიანისთვის სტრესის მოხსნის ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა, მაგრამ ხშირად სასარგებლოდ შეიძლება მავნებელი აღმოჩნდეს, თუ ზომიერებას არ დავიცავთ და ალკოჰოლურ სასმელს დიდი რაოდენობით მოვიხმართ.